26 მაისს ორგანიზატორებმა საჩხერეში ადგილობრივებს მრავალფეროვანი და საკმაოდ დატვირთული პროგრამა წარუდგინეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შინ მოუსვლელთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. მამა ზურაბმა დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. გილოცავთ ყველას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. ვიცით თითოეული ჩვენგანისათვის ამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა. ქართველი კაცი ვერასოდეს ვერ შეეგუება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცალცაკავებული და ამიტომ მათი ბრძოლით, მათი შრომით, მათი ოფლით და მათი სისხლით ჩვენმა წინაპირობა მოგვიტანეს დამოუკიდებლობა, რომელსაც ჩვენ დღეს უნდა გავუფრთხილდეთ და უნდა ეს ბოლომდე მივიტანოთ ჩვენს მოვალამდე. ღმერთმა გაგახარო, დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საჩხერეში ისევე როგორც მთელ საქართველოში 12 საათზე დაიწყო. მაშინ, როდესაც ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი შესრულდა. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ულოცავ სრულიად საქართველოს, ულოცავ ჩემს საჩხერებს. დღეს საჩხერეში არის არაჩვეულებრივი საზეიმო განწყობა. არის ყველაზე განსაკუთრებული დღე ყველა ქართველისათვის, დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ძალიან ბევრი ქართველი სისხლი დაიღვარა დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს ძალიან რთული გზა გამოიარა თავისუფლების მისაღწევად, ამიტომ ყველა ჩვენთაგანისათვის ძვირფასი დღეა. ძალიან მრავალფეროვანი პროგრამით ხვდებით. ამის შემდეგ საზეიმოდ გაიხსნა ბესიკ ქუთათელაძის ბიუსტი. ბესიკ ქუთათელაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მისი ოჯახის წევრებმა. ძალიან ბევრმა ქართველმა და ბევრმა საჩხერებმა იბრძოლა ამ დღეს და მათ შორის ბესიკ ქუთათელაძის სიცოცხლეს მსხვერპლი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. და ალბათ ისინი ზეციურ საქართველოში დღეს ზეიმობენ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეა. და ვინც დღეს დგას კიდე აგერ ჩვენი სამთო ნაწილის საჩხერის სამთო ბატალიონის სახით წარმომადგენლები და ვისაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ისტორიაში ერთი ძალიან კარგი ფურცელი ჩაწერეს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ადამიანებს. დღესაც შეიარაღებულები არიან, იბრძვიან თავიანთი ქვეყნის ინტერესებისთვის და შორეულ ავღანეთში იცავენ საქართველოს თავისუფლებას. ჩვენ ვიმყოფებოდი გმირთა მემორიალზე, იმ მემორიალზე, სადაც ამოკვეთილია იმ ღირსეულ ქართველთა სახელები და გვარები, რომელმაც საქართველოს ძლიერებას, ერთიანობას, მთლიანობას შესწირეს ყველაზე ძვირფას სიცოცხლე. ჩვენ მარაჯამს ქეთს ვიხრით, მათი ვაჟკაცობის და ძლიერების წინაშე. ეს შემთხვევაა, როდესაც შეიძლება განვიხილოთ, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე იძლება და სამაგალითო ამოღვაწარი ვიტოვა და სწორედ ღირსეულად გამოსახულა გმირის სახელი. არის დიდი სიხარული და დიდი ტკივილი, რომ ადამიანი, რომელიც მართლა ბევრ რამეს გაუკეთებდა თავის ქვეყანას და თავის რაიონს, დღეს უკვე ამ ქვეყნიდან წავიდა, თუმცა ბედნიერება, რომ ის წავიდა თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის თავგანწირვით. დღევანდელი დღეა საკმაოდ მნიშვნელოვანი საქართველოს შეიარაღებული ძალების და ასევე მთელი ქვეყნისთვის და ამიტომ მე მინდა მიულოცო მთლიანად მთელ ქვეყანას დღევანდელი დღე და უსურვო, რომ მთლიანი იყოს ჩვენი ქვეყანა ამ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. ჩვენ გმირებმა ძალიან დიდი წვლილი გაიღეს, რაც ფაქტია დღეს გაიხსნა ერთ-ერთი ობელისკი გარდაცვლილი გმირის ბატონი ბესიკ ქუთათელაძის, რის ფესვებზეც მოვდივართ თითეული ჩვენთაგანი. დღევანდელი დღე არის საკმაოდ განწყობა ძალიან დიდი, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ გვაქვს გარკვეული პრობლემები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და მე იმედი მაქვს, მაშინ იქნება ყველას დიდი ზეიმი, როდესაც ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება და გაძლიერდება. სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებს შორის იყო სამხედრო და პოლიციის ტექნიკის, სახანძრო აღჭურვილობის გამოფენები. თავისუფლების ქუჩაზე ეს ის ტერიტორიაა, სადაც სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობაა გამოფენილი. შესაბამისად, ეს ადგილი ყველაზე ხალხმრავალია, თუმცა განსაკუთრებით ბავშვები აქტიურობენ და სწორედ ისინი ათვალიერებენ დიდი ინტერესით აქ გამოფენილ სამხედრო ტექნიკას. კარგი ნივთებია, კარგი იარაღები, ჩვენც არა, მაგრამ ჯარისკაცებისთვის გამოსაყენებელი ნივთებია. ძალიან კარგები, ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ესეთი რაღაცებია, რაც წინ წაწევს ჩვენ ქვეყანას. წვიმის გამო რამდენიმე მხატვრის ნამუშევართა გამოფენა გადაიდო, თუმცა არანაკლებ საინტერესო იყო ის, რაც გამოიფინა, მაგალითად ადგილობრივი რეწვის ოსტატების ნამუშევრები. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ხალხური რეწვის ოსტატებზე. აქ არის წარმოდგენილი
თექის ოსტატები, წარმოდგენილია კერამიკა, ნაქარგობანი, ხეზეკვეთის ხის მხატვრული დამუშავების ოსტატები ყავს წარმოდგენილი. სამწუხაროდ ამიტომ ხელი შეგვეცალა, თორემ უფრო ძალიან დიდი, ძალიან ბევრი დამთვალიერებელი მოვიდა დილიდანვე უკვე 10 საათიდან თითქმის აქტება აღარ იყო ხალხის, მაგრამ ამიტომ ხელი შეგვეცალა და საინტერესო ნამუშევრებია. ყვავილები მრავალფეროვანი გვაქვს გამოფენილი, ვარდები, კლივია, ლიმონიკი, ცერეუსი. დაინტერესებლებიც საკმაოდ არიან. კი. ეს ის ადგილია, სადაც დღეს ყვავილების გამოფენა გაყიდვაა გამართული. სხვათა შორის, როგორც გვითხრეს, ამ ადგილმა დღეს განსაკუთრებით დააინტერესა ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები. მთელი დღის განმავლობაში საზეიმო განწყობას ქმნიდა ადგილობრივი შემოქმედებითი ფოლკლორული დასამართები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთხელ მოგვიწია იმის აღნიშვნა, რომ საჩხერეში მთელი დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი სწორედ ასეთ ამინდში ცდილობდა მაყურებლისთვის განწყობა შეექმნა. საჩხერის მხარეთმცოდნეობის და ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო კუთხეში წარმოდგენილი იყო გამოფენა სახელწოდებით გამოჩენილი საჩხერლები. დიდი რეზონანსი გამოიწვია ამან საზოგადოებაში, როცა გაიგეს, რომ დღესასწაულმა ასეთი დიდი მასშტაბები შეიძინა. ცოტა ამინდი ჭირვეულობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამან ვერ იმოქმედა განწყობაზე. თქვენც თვითონ ნახავთ, შეხედავთ ამას. და ჩემი განწყობაც, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მე როგორც ჩვეულებრივი რიგითი ქართველი ამ დღისთვის ვარ ისეთ განწყობაზე, როგორიც უნდა იყოს ალბათ ყველა მამულიშვილი და ყველა პატრიოტი. ერთმანეთის პარალელურად იმართებოდა სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები: ნარდი, შაში, ჩოგბურთი, კალათბურთი. ულოცავს საქართველოს საქართველოს დღევანდელ დღეს. ეხლა ვატარებ ნახევარფინალს და გამარჯვებული შემდეგ ფინალი იქნება. და გამოვავლეთ დიახ პრიზები, მაისურები და დიპლომები. დიდი მადლობა ფედერაციას ამ ლამაზი დღისთვის, ყველას ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს და უსურვებ ბედნიერებას. მადლობა. 26 მაისის ღონისძიებებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. დღევანდელ ღონისძიებაზე სტუმრობა მათ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩხერეში გამართულ ბოლო შეხვედრაზე დაგეგმეს. ძალიან კარგი განწყობაა, გილოცავ ცოტა ამიდმა არ შეგვიწყო ხელი, მაგრამ ჩვენთვის პრობლემა არ არის და ჩამოვედით თბილისიდან ჩვენ მეგობრებს საჩხერის ორგანიზაციას ულოცავთ, ყველა საჩხერებს გილოცავთ. და რა ვიცი, ნახავთ აქაურობას, თქვენს კონცერტს დავესწრებით, ვისაუბრებთ ადაპტირებაზე, ხელმისაწვდომობაზე, იმაზე, რომ ჩვენს ერთ-ერთი მოსარგებლეები და სხვა შესაძლებლობის მქონე პირები ვიყოთ თანაბარ პირობებში, თქვენთან ერთად. დავგეგმეთ, რომ 26 მაისს მომხდარ იყო დიდ ღონისძიებაზე მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც ტარდება, მომხდარ იყო შეშემოებელთა ჩართულობა ამ ღონისძიებაში. აი ვარ შევიგრიბეთ. პრობლემა აშკარად არის, ახლა ამაზე თვალის დახუჭვა არ ღირს, ჩვენ თავს მოვატყუებთ, რომ ვთქვათ, ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ იმედიანია განწყობა, ოპტიმისტური. შეხვედრი ნაბიჯები იდგება ხელისუფლებისგან და ყველაფერი წინაა. სწორი მუშაობით პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება. თავისუფლების ქუჩა საჩხერეში მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო. ადგილზე იყვნენ მობილიზებული სამართალდამცავები. აქვე საგანგებოდ ბავშვებისთვის პოზირებდნენ ნიღბების თეატრის მსახიობები და მათთან ერთად სურათებსაც იღებდნენ. 26 მაისს საჩხერეში მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში მემორიალური დაფა გაიხსნა. პირველ რიგში სრულიად საქართველოს ულოცავ 26 მაისს. ეს არის დიდი ეროვნული დღესასწაული, დამოუკიდებლობის დღე.
ხალხის განწყობას ხედავთ, ყველანი გახარებულები, ლაღები, ბედნიერები არიან, გულითასულით ზეიმობენ დღევანდელ დღეს. დილით ცოტა წვიმა იყო, განწყობა გაფუჭდა, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი და ლამაზი დღეა. ლამაზია იმ ხილვაც, რომ გახსენება ხდება იმ დიდებული გმირების, იმ დიდებული ადამიანების, რომელთაც დღევანდელ დღემდე მოიტანეს და მოიყვანეს საქართველო. შორეული წარსულიდან თუ ახლო წარსულიდან. შემკობილი იქნა მთა მემორიალი, ეხლა შეიმყოფა ბატონი მერაბ კოსტავას მემორიალი, ეს არის უახლესი ისტორიის საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი გმირი. მოგვიანებით გაიმართა საცირკო სანახაობა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შემოქმედებითი და სხვა ადგილობრივი ანსამბლების გარდა მაყურებლის წინაშე წარსდგა ჯგუფი ფრანი. სიმღერები შეასრულეს ჯემალ და ცისანის ეთიაშვილებმა. გალა კონცერტზე საქართველოს ჰიმნი ფეიერვერკების ფონზე სალომე ქათამაძემ შეასრულა.